როგორ უნდა მიხვდე რომ არსებობ? ხეთ როგორი კითხვა? არსებობა ძალიან რთულია რომ დაუმტკიცო საკუთარ თავს, ისევ შენ საკუთარი არსებობა. ერთი მარტივი მეთოდია რომ ესე უჩქმიტო საკუთარ თავს. კარგი, მოდი უფრო სერიოზულად მივადგეთ. ესე ჩვენთან ვინმე რომ მოვიდეს და რომ გითხრას რომ ჩვენ არ ვარსებობთ და ყველაფერი რაც ვიცით რამდენიმე წუთის წინ ჩაგვიწერეს თავში. ჩვენ ეს არ მოგვეწონება და ვეცდებით შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ რითიც არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ყველა არგუმენტი იქნება ფუჭი. რადგან თუ ვიტყვით რომ რავი მე ოჯახი მყავს, ოჯახი მახსოვს როგორ ვიზრდებოდი, ვიპასუხებენ რომ ეგეც ჩაგვიწერეს, მაგალითად. თუ ეტყვი რომ აი შრამი მაქვს რომელიც 10 წლის ასაკში რაღაც დამემართა. გეტყვიან რომ ეგეც ჩაგვიწერეს. შენ ისტორიიდან რაც არ უნდა გაიხსენო, ეგეც ჩაგიწერეს ყველაფერზე იმუშავებს. ძალიან გაჭირდება იმის დამტკიცება რომ ეს ასე არ არის. ლოგიკური მსჯელობის პირობებში. ამაზე როცა ფიქს ჩაუღრმავდებით, რაღაც მომენტში თითქოს გაიჭედები, რადგან თითქოს გამოილება ყველაფრის მტკიცებულება რომ შენ არსებობ მართლა. და მას ცოტა ძალიან ისე რომ შეყვე კაცრად. სხვებთან ლაპარაკიან კომუნიკაციაც კი არ დაგეხმარება მაგაში, რადგან ის სხვებიც შეიძლება შენსავით არიან, საერთოდ შენი გონების ნაწილი არიან. ახლა შეიძლება ძალიან გაუტიეთ, მაგრამ დავბრუნდეთ ისევ აზროვნების ჭრილში. მაგრამ პოზიტიური ამბავი სადიმალება ამ ყველაფერში ნახეთ. რაც უფრო ეცდება ვინმე, რომ დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობთ, ეს მით უფრო დაამტკიცებს თქვენს არსებობას. ანუ რაც უფრო ფიქრობ იმაზე, არსებობ თუ არა, ეს არის ერთადერთი მომენტი, როცა შეგიძლია დარწმუნდე, რომ არსებობ და იგრძნო. და კიდევ ნახეთ რა არის. თუ ვიღაცა თქვენთან მოდის და გაარწმუნებთ იმაში, რომ არ არსებობთ, ის ვიღაცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში იზამდა, თუ კი მართლა არსებობთ. რადგან რომ არ არსებობდეთ, თქვენს არარსებობაში დარწმუნებაც არავის დაჭირდებოდა. ეს ყველაფერი ახლა შეიძლება ვერ თქვენგანს აბსოლუტურ სისულელად ეჩვენება და მე მესმის თქვენი. თუმცა ერთ კაცს უთქვამს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეძლების დაგვარად აუცილებელია ყველაფერში დაეჭვდე. და კიდე ერთ რამეს დავამატებ, რომ თუ ვინმე, თუნდაც ყოვლის შემძლე, ცდილობს იმაში დაგარწმუნოთ, რომ თქვენ არ არსებობთ, ყოვლის შემძლესაც კი არ შეუძლია მაგაში დაგარწმუნოთ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ რამდენსაც ფიქრობთ იმაზე, რომ არ არსებობთ, ეს არის იმის დასტური, რომ არსებობთ.